განაგრძობთ გამოშვებას ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს იმ ქართველი სამხედროების შევსებული სია გამოფინეს, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პოლონეთში გადავიდნენ და სამხედრო სამსახური მიშეერაღებულ ძალებში გააგრძელეს. გენერალი ალექსანდრე ზაქრაძე, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი, ბრიგადის გენერალი ბაქრაძე, სულ 200-მდე სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარი, რომელთაგან უმეტესობას იუნკერები წარმოადგენენ, პოლონეთის სახელმწიფო არქივში აღმოაჩინეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად ყველა ვინც კი გავიდა პოლონეთში, ნამდვილად არის მოხვედრილი ამ სიებში იმის გამო, რომ სამედიცინო საზღვრის კვეთის ოქმებია, ასე ვთქვათ, სამედიცინო შემოწმების და გამორიცხულია, რომ რომელიმე გამორჩეონდა ამ ოქმებში. თბილისის თავდაცვითი ხაზის 3 რაიონიდან ერთ-ერთს კოჯორი ტაბახმელის მიმართულებით სწორედ იუნკერები, ნაცვალთა სკოლის ჯარისკაცები, გვარდიისა და რეგულარული არმიის მცირერიცხოვანი დანაყოფები იცავდნენ. 19 თებერვალს ამ დაჯგუფებამ გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მეთაურობით მე-11 არმიის შეტევები მოიგერია. მსხვერპლი იყო, რა თქმა უნდა იყო. სწორედ მაშინ დაიღუპა იუნკერთან დიდი ნაწილი, ფაქტობრივად შემტევთა ნახევარი დაიღუპა. გმირულად დაიღუპა მაშინ კაპიტანი თოიძე, ერთი ასეულის მეთაური, მაგრამ ამოცანა შესრულებული იქნა. კოჯორი მისი პოზიციები დაკავებული იქნა და არა მარტო განთავისუფლებული იქნა, არამედ ტყვეებიც იქნა აყვანილი, დაახლოებით 150 კაცი. 23 თებერვლისთვის წითელმა არმიამ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ფოილოს ხიდი აღადგინა და თბილისის ჯავშან მატარებლებითაც შეუტია. 92 წლის წინ 23 თებერვალს თბილისს ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრა. თუ იქ ასე თქვა სტატიკური ბრძოლები მიმდინარეობდა ლოკალურ მასშტაბის კოჯორი ტაბახმელაში და იქ ხელს გვიწყობდა ჩვენ რელიეფი. აქ უკვე სამანევრო სივრცე ძალიან დიდია და სამანევრო ქვედანაყოფი მაშინ ეს არის კავალერია. კავალერია, რომელთაც ჩვენ ძალიან ვაგებდით მე-11 არმიასთან. საერთო ჯამში მთელ თბილისის ამ ბრძოლებში სადაც 400 კაციანი საკავალერიო ქვედანაყოფი ყავდა. 10 ჯერ და 12 ჯერ მეტი ყავდა წითელ არმიას. 1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ საღამოს 11 საათისთვის თბილისიდან მცხეთაში უკან დახევის ბრძანება გასცა.